მამაკაცის ყველაზე საშინელი შეცდომა არის, როდესაც ის ლოხებს იბერავს და იბუტება, ანუ როდესაც სხეულის ენით ცდილობს ქალისთვის იმის ჩვენებას, რომ მას რაღაც არ მოეწონა. ეს არის ყველაზე უარესი რამრისი გაკეთებაც შეიძლება ასეთ დროს. მაგალითისთვის ქალმა უხამსად მოგმართა. შენ პირდაპირ, მკვეთრად ლამაზად გასაგებად და რაც მთავარია ადამიანურად უნდა უთხრა და აუხსნა მას, რომ შენთან მასე არ შეიძლება. ამის შემდეგ ის რამის ახსნას დაგიწყებს თუ უფრო შემოგიტევს, ეგ უკვე მისი პრობლემაა. მაგ ცირკში აღარ უნდა შეყვე. შენ უკვე მიზეს შედეგობრივი კავშირი დაანახე. ზედმეტი სიტყვები აქ აღარ არის საჭირო. მით უმეტეს არ არის საჭირო დაბერილი ლოხებით სიარული და ბუტიაობა. უბრალოდ დაფიქრდი, რა უბედურებაა ბუტია მამაკაცი. მე მაქვს ჩემი წესები და ჩემი ღირებულებები, რისი დაცვითაც არის შესაძლებელი ჩემთან ურთიერთობა. დაიცავ ამ წესებსა და ღირებულებებს, ყველაფერი კარგად იქნება. არ დაიცავ და კარგად იყავი. მორჩა, თუ ადამიანი არაკორექტულად იქცევა, ეგ არ არის ჩემი პრობლემა. ეგ მისი პრობლემაა, რადგან ის იქცევა არაკორექტულად და არა მე. და მე რატომ უნდა მეწკინოს რამე? მე უბრალოდ დასკვნებს გამოვიტან და შესაბამისად ვიმოქმედებ. ეს არის მამაკაცური მიდგომა და არა ბუტიაობა. სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ასეთ ვითარებაში მამაკაცს უბრალოდ კონფლიქტის ეშინია, იმიტომ რომ გადაწყვეტით მოქმედება არ შეუძლია. რას ნიშნავს კონფლიქტი? თუ ყველა კბილანა ისე არ იმუშავებს როგორც საჭიროა, თუ ქალი არ დააკორექტირებს მის არასწორ ქცევას, მაშინ სჯობს საერთოდ ჩამოვშალოთ ეგ მექანიზმი. ეს არის გადაწყვეტით საუბარი, ხოლო მამაკაცთა უმრავლესობას არც ის უნდა რომ ქალი დააფრთხოს, არც გატარება უნდა, იმიტომ რომ შინაგან დისკომფორტს გრძნობს და შეიძლება ვერ იაზრებდეს, მაგრამ შინაგანად ხვდება რომ თუ გაუტარებს, მისი პოზიცია დასუსტდება და ზუსტადაც ამიტომ მაგ ვითარებაში ყველაზე უარესი სრისი გაკეთებაც შეიძლება მაგას შვება, ანუ ლოხებს იბერავს და იბუტება.